თემაზე ჩვენი სტუმარი დღეს ფრაქცია ქართული ოცნების წევრი ირაკლი ჭეიშვილი იქნება და ანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ კი დღის ქრონიკის კითხვებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე უპასუხებს. მივესალმები ჩვენს პირველ სტუმარს ირაკლი ჭეიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების წევრი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მოგესალმებით. ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორის დავა და მისი თამდევი პროცესი, მათ შორის საერთაშორისო მედია პლატფორმის მიერ ნათქვამი უარი ამ თემაზე მასალების გამოქვეყნებაზე ფასდება როგორც პოლიტიკური შანტაჟი. რა ამყარებს თქვენი პოლიტიკოსების არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ დავის მნიშვნელოვანი საფუძველი პოლიტიკურ ნიადაგზე შექმნილი პრობლემებია? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებლებს. მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად ვერ ისწავლეს, რომ ბატონ ბიძინასთან შანტაჟის ენით საუბარს აზრი არ აქვს ადამიანმა, როდესაც 2012 წელს გადადგა ისეთი ნაბიჯი, როცა საფრთხის წინაშე დააყენა საკუთარი თავი, ოჯახი, ფინანსურ მდგომარეობაზე აღარ საუბრობ. მაშინ ამ ადამიანს არაფრის შეშინებია და ის გეგმები და მიზნები მიიყვანა ბოლომდე ჩვენი ქვეყნის სიყვარულის ეს გააკეთებინა ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა და ქართველი ერის სიყვარულმა და შესაბამისად ახლა ბატონ ბიძინას შანტაჟის ენით საუბრის არ ეშინია. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ეს იყო კრედიტ სუისი, წინა პროცესები გახსოვთ ალბათ. როგორც იყო და როგორც დამთავრდა, არახალი ახლა ესეთ თავიდან ბოლომდე კრედიტ სუისი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური წნეხისგან განთავისუფლებული იყო და მე აღმოჩნდა, რომ ამერიკელების მითითებებს ასრულებდა და ეს გლობალური ომის პარტიის დაკვეთით მოქმედებდა. შესაბამისად ეს პროცესი კრახით დასრულდა მათთვის, წააგო პროცესი კრედიტ სუისმა. ანალოგიური შემთხვევა არის ეხლა, ეს არ იქნება გამონაკლისი, რა თქმა უნდა, რომ ესეც არის მართული პროცესი, თუნდაც ის მედია პლატფორმის გასაჯაროების ფაქტი ავიღოთ, ბაჩიაშვილის შემთხვევაც ავიღოთ. ესენი არიან ერთი აქტორის მიერ, ესე ვთქვათ, დაკვეთით მოქმედებს ეს ახალი, ესე ვთქვათ, შვეიცარიული ბანკიც და მათ შორის ბაჩიაშვილიც და ანუ შესაბამისად კოორდინირებულად მოქმედებენ, კოორდინირებულად გეგმაზომიერად მიდიან. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ბაჩიაშვილის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცადეს, რომ ბატონ ბიძინასთან ახლოს მისულიყვნენ, რაღაც დოზით ეს გამოუვიდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მათივე კრახით დასრულდება, განწირულია ეს მათი ქმედება და შესაბამისად გამოძიება და სასამართლო დაადგენს ჭეშმარიტებას. ის რომ ეხა ესენი ამათ ერთი აქტორი ყავთ და ეს აქტორები არის რა თქმა უნდა გლობალური ომის პარტია და ამათი დაკვეთით მოქმედებენ, ეს ცალსახაა და შესაბამისად უფრო მალე ყველაფერს ფარდა ეხდება. თავად გიორგი ბაჩიაშვილი, რომლის მიმართ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული, ის თავად ამტკიცებს, რომ სწორედ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. მის მიმართ ამ დღეების განმავლობაში ასევე დაისვა კითხვები, რა კავშირი აქვს მას თბილისში მიმდინარე პროტესტთან. პასუხი, რომ დაზარალებულების დახმარებისთვის შექმნილ ფონდებში რიცხავს თანხებს, თუმცა არა კონკრეტებს რა ფონდებია ეს, თქვენი შეფასებით, მართველი გუნდის შეფასებით ამტკიცებს, ადასტურებს თუ აბათილებს თქვენს ვერსიებს იმის თაობაზე, რომ მას კავშირი აქვს უშუალოდ აქციების დაფინანსებასთან. რა თქმა უნდა, ახლა თვითონ ბაჩიაშვილმა თქვა, რომ ამ პროცესებს აფინანსებს, ახლა იქ დაზარალებულს აფინანსებს თუ მომიტინგეს, ანუ შინაარსი ერთია, ხო, აფინანსებს პროცესს, არეულობას აფინანსებს ქვეყანაში და ანუ აქტორი ერთი ყავთ ამ ყველაფერს. ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილზე მოპარული ფულებით ცდილობდა, რომ ეს პროცესი ესე წარემართა. ხო და ანუ აქტორი ერთი ყავს, დამკვეთი ერთი ყავს, შესაბამისად სხვანაირად ვერ მოიქცევა, იმიტომ რომ ისე უკვეთავენ ისინი. კიდევ აღნიშნა უბრალოდ ეს აკეთეს ბაჩიაშვილის დაახლოებული პირის ხელით, აპირებდნენ ყოველ შემთხვევაში ამის გაკეთებას. ამ ყველაფერს დაესვევა მალე ძალიან წერტილი და სიმართლე, ასე ვთქვათ, იზეიმებს. დაფინანსების თემა რომ გავაგრძელოთ, ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამერიკის საგარეო დაფინანსების დროებით შეჩერების თაობაზე, იქამდე ვიდრე არ იქნება გადამოწმებული მათი შესაბამისობა ამერიკის ეროვნულ ინტერესებთან და ხელისუფლებამ ამის შეფასებისას გაიხსენა რევოლუციის ორგანიზების ჩავარდნილი მცდელობები საქართველოში უცხოეთიდან. თუ კი ეს დაფინანსებები ასეთ მცდელობებთან არის პირდაპირ კავშირში, ამ დაფინანსებების დროებით შეჩერება შეიძლება უნდა ვივარაუდოთ, რომ ამგვარ მცდელობებსაც შეასუსტებს?
ანუ ზოგადად ეს წლები, რასაც ჩვენ ვიძახოდით, რომ გარე ძალების მიერ ფინანსდებოდა, მათ შორის Deep State-ის მიერ ფინანსდებოდა და ახალისება მიდიოდა რევოლუციის მცდელობების, ესე ვთქვათ, საქართველოში 3 თუ 4 რევოლუციის მცდელობა ჰქონდა წარუმატებელი, რა თქმა უნდა, საქართველოში. ეს ალსახად იგივე თქვა დონალდ ტრამპმაც, რასაც ჩვენ ეს წლები ვიძახოდით. ეს პირდაპირ ნიშნავს ამ დაფინანსების შეჩერებას არასამთავრობოებზე, ყოველ შემთხვევაში ცალსახად, რასაც ჩვენ ვიძახოდით წლების განმავლობაში, რომ ეს დაფინანსებები მიდიოდა მხოლოდ არეულობებისთვის, ეროვნული ინტერესებს ვინც ატარებდა ფასეულობები, ვინც ჰქონდა ეროვნული წინ წამოწეული ქვეყნებს, მაქსიმალურად რომ ჩაეხშოთ, დაპირისპირებები მომხდარიყო ერებს შორის და შესაბამისად რევოლუციებს ახალისებდნენ და აფინანსებდნენ თავიდან ბოლომდე. იგივე განკარგულება რაც გამოსცა ბატონმა ტრამპმა, ზუსტად იგივეს ამბობს ეს განკარგულება, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ამაზე ვსაუბრობდით. სხვა არაფერი არ ყოფილა მანდ. ანუ გარდა მაგისა, ზოგადად ხედვა, პოლიტიკა ამერიკის ახლანდელი ხელისუფლების და მთავრობის და ადმინისტრაციის იგივენაირია, როგორიც იყო ჩვენი. ეს ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, რომელიც მივიღეთ ჩვენ და ამის გამო მთელი დაძაბულობები ჰქონდა ჩვენ, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ პარტნიორებთან, ევროპასთან. და იგივეს ამბობს აბსოლუტურად ტრამპი, იგივე კანონი მიიღო ტრამპაც, რომ არსებობს ორი სქესი, არის ქალის და მამაკაცის და შესაბამისად ქალი არის ქალი, კაცი არის კაცი და არ არსებობს მესამე სქესი. ამას გთხოვდნენ ჩვენ ევროპელები, ბევრი ევროპის, ესე ვთქვათ, ლიდერები, რომ ეს კანონი უკან გაგვეწია, გადახედეთ ახლა ნებისმიერ ჩვენ პროცესს, რაც მიმდინარეობს საქართველოში, ეს აქციები, ზოგადად შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ეკლესიაზე, ყველაფერზე ქართულზე, ოჯახურ ღირებულებებზე, ანუ აბსოლუტურად ჩვენს გატარებულ ნებისმიერ პოლიტიკაზე. და ეხლა არიან შავდღეში რა, იგივენაირად დონალდ ტრამპი ზუსტად იგივე რიტორიკით, იგივე მოწოდებით, იგივე კანონებით უპირისპირდება, ესე ვთქვათ, ამ გლობალურ ომის პარტიას. ნუ რა თქმა უნდა, დრო უნდა ერთ დღეში ყველაფერი ვერ იქნება. ეს მსგავსებები, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ და რაზეც კეთდება ამ დღეებში, მუდმივად განცხადებები, რამდენად არის საკმარისი საფუძველი საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობის გადაჭრით. თუ აი რა წილი მოდის აი ამ მსგავსებაზე, თუ სხვა ფაქტორები შეიძლება იყოს უფრო გავლენის მომხდენი? სხვა ფაქტორებიც არის, რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს საომარი მოქმედებები, რისი პირობაც დადო ტრამპმა და შესაბამისად არის სხვა ფაქტორებიც, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, როგორც დღეს პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა ურთიერთობის გადატვირთვისთვის, შემხედრ ნაბიჯებს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან და იმედიანად ვართ, განწყობილი ხედვა ერთი გვაქვს და დანარჩენი ვნახოთ რა როგორ განვითარდება მოვლენებს, წინ მოგავუწევთ. ყოველ შემთხვევაში იმედიანად ვართ. ამერიკისგან განსხვავებით, სადაც ახალი ადმინისტრაციის გადაბარების პერიოდში ბოლო დღეები არ მოგუსმენია ჯერჯერობით კრიტიკული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ალბათ იმავეს ვერ ვიტყვით ევროკავშირზე, ჩვენ ვნახეთ მორიგი განხილვა ევროპარლამენტში საქართველოს თემაზე, თვის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღის წესრიგში ასევე საქართველოს საკითხი, ევროპარლამენტის რიტორიკას ერთგვარად უერთდება ბალტიისპირეთის ქვეყნები და ვნახეთ ესტონეთის პარლამენტის განცხადება, რომელთაც მათ ისინი ღიად ამბობენ უარ საქართველოს პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე. აი რა სტრატეგიას ირჩევს ასეთ ვითარებაში საქართველოს ევროკავშირთან და ასეთი განწყობების მქონე ევროკავშირის სახელმწიფოებთან ურთიერთობისას? წეღან აღვნიშნე ერთ დღეში და ორ დღეში ეს ურთიერთობები არ დალაგდება, შესაბამისად Deep State-ის გაწმენდას ზოგადად დრო სჭირდება და მაგათ თვითონ ტრამპმაც აღნიშნა, რა თქმა უნდა, მაგათი გავლენის ქვეშ არიან, ეხა ბოლო კუც იქნევენ, ესე ვთქვათ და მაქსიმალურად უნდათ რომ ზიანი მოგვაყენონ. ეხა დღეს გამოვიდა ესტონეთის პარლამენტის განცხადება, წავეკითხე რომ არალეგიტიმურად გრძნობენ ამ არჩევნებს საქართველოში და აი ძალიან მაინტერესებს ყველას ვეკითხები აბსოლუტურად რაიმე ნორმა არსებობს და მე არ ვიცი ან საერთაშორისო ნორმა ან საქართველოს კონსტიტუციაში წერიან რამე ნორმატიული აქტი არსებობს, სადაც ლეგიტიმაცია უნდა ცნოს რომელიმე ქვეყანამ ჩვენი არჩევნების ან შიდა
და რა ვიცი გადაწყვეტილებების ნებისმიერ საჩვენო ღებულობთ რა პოლიტიკასაც ჩვენ ვაწარმოებთ ამ ქვეყანაში და თავიდან ბოლომდე რომ მაქსიმალურად ვცდილობენ რომ გვიკარნახონ და მათი დღის წესრიგით შევადგინოთ ჩვენი ესე ვთქვათ დღის წესრიგი და ანუ მათი მითითებებით შევადგინოთ და მე ესეთი ნორმა რაღაც საერთაშორისო არც ნორმა არც კანონი არც შიდა არც გარე არაფერი არ წამიკითხავს არც გამიგია რომ მაგათი მითითებები ჩვენ ვიცხოვთ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა როგორც არასდროს ისეთი დამოუკიდებლები ვარ დღეს ეხა ოპოზიციას გონია რომ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ აუცილებლად რუსეთისგან და დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ ევროპაზე ან ამერიკაზე კაცო დამოუკიდებლობა ნიშნავს რომ ყველა ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ ამდენი წელი ამისთვის ვიბრძოდით ზვიადგამსახურდიადან მოყოლებული რა ვიცი მივიღეთ ეს დამოუკიდებლობა და ყველასგან დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ აბსოლუტურად და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაილ როთი გერმანიის წარმომადგენელი არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში და არ უნდა გვითითებდნენ ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი უკან უნდა გავიწვიოთ, ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ სუვერენიტეტს, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენ ერთს, ჩვენ ქვეყანას ადაც წეს და ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს აბსოლუტურად ეკლესიასაც ჩვენს რელიგიასაც აბსოლუტურად ყველაფერს ეს ჩვენ ვაიძულეთ მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს და ყველა ვაიძულოთ და პატივისცენ ჩვენ ქვეყანას არ ნიშნავს რომ მხოლოდ ცალსახად რომ დამოუკიდებელი იყო რუსეთისგან დამოუკიდებლობა ნიშნავს რომ ყველასგან დამოუკიდებელი ხარ და ხარ სუვერენული ქვეყანა და პოლიტიკა შენგან საზღვრავ შენს ქვეყანაში და არა სხვისი კარნახით კიდევ ერთ თემას მინდა შევეხოთ ახალი არჩევნების საკითხი ისევ აქტუალური თემაა საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეებისთვის და ოპოზიციური პარტიებისთვისაც. თუმცა ამ უკანასკნელთა ტექსტებში გაჩნდა მეტი კონკრეტიკა, რომ ისინი მუშაობენ არა მარტო იმაზე, რომ მიაღწიონ ახალი არჩევნების ჩატარებას, არამედ იმაზეც უნდა ჩატარდეს თუ არა მომავალი არჩევნები ისევ ელექტრონული წესით. აი რა ტაქტიკაა თქვენი გადასახედიდან ეს იმის გათვალისწინებით, რომ აქამდე 20 ოქტომბრის არჩევნებამდე მათი მხრიდან მუდმივად ისმოდა ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნების უპირატესობაზე საუბარი. ანუ რას ითხოვს ეხლა ვერ გავიგე ოპოზიცია ითხოვს რომ ელექტრონულად აღარ ჩატარდეს და ისევ ძველი მეთოდებით ჩატარდეს. არა, მუშაობთ ამ თემაზე, მუშაობთ რომ იქნებ ჩატარდეს განსხვავებული მეთოდითო. ანუ განიხილა. დიახ, განიხილა იყო მათ განცხადებებში იკითხებოდა. ანუ განიხილა, კი ბატონო და მათთვის რა იცვლება? საქართველოს მასშტაბით იყო 3044 საარჩევნო უბანი დაახლოებით. აქედან 788 უბანზე არჩევნები არ ჩატარებულა ელექტრონულად და რა შეიცვალა შედეგები სხვა ჰქონდათ? სადაც ელექტრონული არ იყო არჩევნები? ანუ ამ 788 უბანზე, 780 უბანზე საქართველოში იყო ჩვეულებრივი ძველი მეთოდით ჩატარდა უბნები. ეს იყო სოფლები დაახლოებით 20 კილომეტრით იყო საარჩევნო უბნები დაშორებული, ანუ დადგენილი წესით ჩვეულებრივად ჩატარდა ყველა უბანზე პრაქტიკულად თითქმის წააგეს თან ძალიან მაგრად წააგეს. რა შეიცვალა მაგათად, რა შეიცვლება დღეს რომ პირიქით იყოს და ძველი მეთოდი ჩატარდეს და ეს არის აბსურდი და ჯერ ერთი რო გვარამია და მისი თანხლები პირები მთელი საქართველოს მასშტაბით წინა საარჩევნოდ დადიოდნენ და ხალხს არწმუნებდნენ რომ ეს ელექტრონული არჩევნები არის გარდაუვალი რომ ამ ხელისუფლების ცვლილებისა და ეს ელექტრონული არჩევნები არის გარანტი რომ თქვენი ხმები არის დაცული ატარებდნენ 1000 გვარ რა ვიცი მე რა ქვია ტესტებს ამ აპარატებისა და არწმუნებდნენ ხალხს რომ მობრძანდით არჩევნებზე, მოიყვანეს ხალხი არჩევნებზე და წააგეს არჩევნები და ეხა მე ვერ ხვდები მართლა ხა მათთვის სასურველი შედეგი რომ არ დადგა, ამიტომ აღარ მოსწონთ აპარატი, ანუ ელექტრონული აპარატი ასე არ აქვს. აქამდე ელექტრონული აპარატების გარეშეც, ელექტრონული არჩევნების გარეშე ტარდება არჩევნები და პირდაპირ აგებდნენ აბსოლუტურად ყველა არჩევნებს და ეხლა ჩვენი წარმოებული პოლიტიკა რაც ამ ქვეყანაში ამ წლების განმავლობაში ვატარეთ უკრაინის ომის შემდეგ საკუთრებით ის იყო ზუსტად შედეგი ამ არჩევნებში რა ხმები ჩვენ მივიღეთ 1,120,000 ადამიანმა მოგვცა ხმა ეს დაახლოებით იცით რას ნიშნავს 4-ვე ოპოზიციურ პარტიაზე 330,000 ხმით მეტი ავიღეთ ან 4-ვე ოპოზიციურ პარტიაზე მხოლოდ მეორე ადგილზე მყოფი პარტიაზე ავიღეთ 900,000-მდე ხმით მეტი ანუ ესენი ჩვენ გვიმტკიცებენ და ხალხს არარეალურ ფორმულას გვთავაზობენ რომ ანუ ამბობენ იმას რომ ანუ თურმე 300,000 კაცი დაყავდა უბან
ჩვენ და ხმას ვაძლევინებთ სხვადასხვა პასპორტები და ეს 300,000 კაცის ინფრასტრუქტურა დაახლოებით ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი მიკროავტობუსი არის ამისთვის საჭირო 10 ადამიანი რომ ერთ მიკროავტობუსში ჩასვა დაახლოებით არის 30,000 მიკროავტობუსი საჭირო ამისთვის და ამას არწმუნებენ ახლა მთელ მსოფლიოს და რა ვიცი ჩვენს მოსახლეობას და დარწმუნებული ვარ ახლა ამის არავის არ ჯერათ არც მათ არ ჯერათ ამით მაგრამ ახლა სხვა რა თქვა სხვა რა გამოსავალი აქვს ახლა მათ ისე წააგეს არჩევნები თავი გამოსაყოფად არ აქვს გარეთ არათუ რამე პოლიტიკური განცხადებები კიდევ არჩევნებთან დაკავშირებით აკეთონ ხო და აი როგორც შეიძლება ეს არის არარეალური თეორიულადაც რომ ამის შანსი ყოფილიყო რომ 300,000 კაცი ასე ატაროთ ამიჯერეთ 2012 წელს არჩევნებს ნაციონალურ მოძრაობა არ წააგებდა პრაქტიკაში მოიყვანდნენ ეგენი მაგას ხო და ეს არის აბსურდული რაღაცა და ეს არის არარეალური რასაც ისინი ჩვენ გვაბრალებენ და რა ვიცი აღიარებასაც ვაჟკაცობა უნდა როცა არჩევნებს წააგებთ მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის დღის ქრონიკის კითხვებს პირდაპირ ეთერში ირაკლი ჭეიშვილი ფრაქცია ქართული ოცნების წევრი პასუხობდა ჩვენ ახლა საუბარს განვაგრძობთ ირაკლი